რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. სანამ თქვენ ამ ვიდეოს ნახავთ, ვითარება შეიძლება მეტნაკლებად დაალაგდეს. ცოტა მეტი გაირკვეს, მაგრამ პრობლემამ თავი ერთხელ იჩინა და ეს უნდა ითქვას. მოდი ვისაუბროთ უკრაინაზე და გვახსოვდეს საქართველო. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. ზელენსკიმ გადააყენა მინისტრთა კაბინეტი. ამ ამბავმა ჩაიარა, მაგრამ როცა ჯერი მიდგა თავდაცვის მინისტრ ფიოდოროვზე, მიხაილ ფიოდოროვზე, სიმშვიდე აფეთქდა უცებ. თავიდანვე ვიტყვი, არ ვიცი შეეშინდა თუ არა ზელენსკის ფიოდოროვის მზარდი რეიტინგისა. არ ვიცი შურს თუ არა მისი პოპულარობისა. ეს ძალიან პიროვნული საკითხებია, მაგრამ აი, რაც ნამდვილად გამოჩნდა. მიხაილ ფიოდოროვს როგორც სრულად ახალი თაობის პოლიტიკოსა და ჩინოვნიკს, ასე მარტივად ვერ დაჩაგრავ, ვერ მოერევი. გამოჩნდა. თავად ზელენსკიმ აღიარა, რომ არსებობდა კონფლიქტი მინისტრსა და სამხედრო ძალების მთავარსარდალს შორის. სირსკი საბჭოთა განათლება აქვს და ამას არ მალავს. ამიტომ ვიღაცები ამბობენ, ეგო, მაინც ძველი ყაიდის კაციაო, თუმცა ეფექტური. ფიოდოროვი კი მართლა მომავლის ადამიანია. მისი დანერგილია მთელი ციფრული სიგიჟეები, რითაც უკრაინამ დიდი ხანია გაგვასწრო. ყველა საბუთი გაქვს ტელეფონში, ყველა მოწმობა, ყველა დიპლომი, ყველა ნებართვა, მოკვდა ქრთამი, გადასახადი, ნოტარიუსი, რიგები უკრაინაში. ცალკე სახსენებელია ომის გაციფრულება. აი ამ ხელა არმიაში ერთიანი ტენდერების გამოცხადების ნაცვლად ახლა სამხედრო ნაწილების მეთაურებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ ყველაფერი ელექტრონული კატალოგიდან, ელექტრონული მაღაზიიდან. მტრის ყოველი განადგურებული ტექნიკასა და ერთეულისთვის ყველა მათგანს ერიცხება რაღაც ქულები, რომელთა დახარჯვაც ასევე ელექტრონულ მაღაზიებს შეუძლია. ყველა ოპერაცია და სამიზნის განადგურება უნდა აღირიცხოს ფოტოთი ან ვიდეოთი. და უამრავი კიდევ სხვა რამ, რაც აქ უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი დროის არქონის გამო. ფიოდოროვის დიდი დამსახურებაა, მოკლედ რომ უკრაინა რუს ტექნოლოგიურად ამარცხებს და მისი გათავისუფლება აჩენს ძალიან ლოგიკურ კითხვებს. მაგრამ ამაზე ახლა ყველა ლაპარაკობს და ჩემი აზრების დამატება არაფერში გჭირდებათ. სხვა რამ მინდა მეკითხრათ. მეომარ ქვეყანაში არსებობს ისეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომ ქუჩაში გამოვიდეს სხვადასხვა ქალაქებშიდან და მოითხოვოს ფიოდოროვის შენარჩუნება მინისტრად. ეს სპონტანური მიტინგები არც პარტიების ორგანიზებული, არც რაღაცა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების თვითგამოხატვაა. ზუსტად ისაა, რითაც უკრაინაში ორმა მაიდანმა იმარჯვა. ზუსტად ისაა, რაც საქართველოში ხდება უკვე 600 დღეა, როდესაც ძალიან გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გადიან და რაღაცას ითხოვენ ყოველგვარი ლიდერებისა და პარტიების გარეშე. ზუსტად ისაა, რაც რუსეთში არ ხდება და მგონი არც არასდროს მოხდება. და ზუსტად ისაა, რის გამოც მჯერა გამარჯვების. ჩვენი საერთო გამარჯვებისა. უკრაინაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ არც უკრაინის გარშემო ხდება ნაკლები და ყველაფერი შეძლების დაგვარად უნდა აღირიცხოს. დანაკარგი გვაქვს. ბულგარეთი გავიდა მსურველთა კოალიციიდან. რაღაცა ქვეყნების ჯგუფიდან, ვინც ფაქტობრივად უკრაინის სამხედრო ლოგისტიკური მოკავშირეა. რუსები ნაყვარება მაგათ ახალ პრემიერს და ვიქტორ ორბანობას თამაშობს ახლა რაღაცას. მაგრამ ბულგარეთის სამრეწველო პოტენციალის ჩანაცვლება არ იქნება რთული. მაშინ როცა კოალიციაში პრაქტიკულად მთელი ევროპაა გაერთიანებული და არა მხოლოდ ევროპა. ახლა კი აი ამ ჯგუფის შიგნით ახალი კოალიცია შეიკრა, ანტიბალისტიკური. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ნორვეგია და დანია. ამათ უკვე იციან რა უნდა ქნან. უნდა დააფინანსოს და ხელი წაუკრან უკრაინულ სისტემას ფრეია, რომელიც რაკეტა FP7X-ის ბაზაზე შეიქმნა. ეს რაკეტა თავისი მახასიათებლებით წინა თაობის პეტრიოტთან არის ახლოს, რუსულ S-400-თან. თუმცა გაცილებით იაფია ვიდრე ამერიკული, როგორც ამბობენ. 7,5 მეტრია სიგრძით და 2 ტონამდე წონით. გარდა იმისა, რომ მთელი ეს ტექნოლოგიური ჩემპიონები, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთები, ეს ყველანი აღიარებენ, რომ უკრაინა ყველა მათგანს ჩამოიტოვებს ამ საქმეში და უკვე ჩამოიტოვა ტექნოლოგიითა და გამოცდილებით და ამას უნდა დაეყრდნონ. კიდევ ერთი მაგარი საქმე მოხდა. პარიზში ლიდერებმა ერთად თქვეს, რომ ევროპას ბალისტიკური იარაღის საფრთხე იმუქრება და მისგან თავდაცვა მხოლოდ ერთად შეიძლება გქონდეთ. კიდევ რა მოხდა პარიზში? მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა 2028 წლიდან მიიღებს რაფალის სისტემის 16 თვითმფრინავს. წვრთნა უკვე მიდის და აი ელისეს მინდვრებზე რო გადაიფრინეს 14-ში, მეორე პილოტები იქ უკრაინები იყვნენ 2 თვითმფრინავში. უკრაინა მიიღებს ფრანგულ ლიცენზიებს ასტერის ანტისაჰაერო
და ანტისარაკეტო სისტემების, ზეზუსტი მართვადი ავიაბომბებისა და შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების, ეგრეთ წოდებული სკალპის საწარმოებლად. სკალპი მეორე სახელია Storm Shadows. შეიძლება უფრო გეცნობათ ასე. უკრაინა ასევე მიიღებს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს. მათ შორის უკანასკნელ მოდიფიკაციებსაც. არ უნდა თუმი. და ზუსტად ამიტომ ემზადებიან ამ ომისთვის. მაგრამ ემზადებიან მშვიდობისთვისაც და აი უკვე ამ შემოდგომაზე ახლა. პოლონეთში გაიმართება პირველი ერთობლივი სწავლება პოლონელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედროებისთვის. ეს იქნება მომავალი სამშვიდობო კონტინგენტის რაღაცა მონახაზი, ჩარჩო, რომელიც ზავის დადების შემთხვევაში ჩადგება უკრაინაში. თუ კი ზავი გვეღირსა. იქამდე რამდენიმე დღით ადრე და ჩვენც ვლაპარაკობდით ამაზე, ნატო სამიზე დადასტურდა უკრაინისთვის 70 მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის გეგმა. იქამდე უფრო ადრე ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ამავე მიზნებისთვის გამოყოფს 90 მილიარდიან სესხს. ახლა ამ სესხებს, ანუ ფულის მიმცემებს დაემატა ბრიტანეთი. მაგარი საქმეა ყველასთვის, მათ შორის ბრიტანული იარაღის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელსაც ახლა გაეხსნათ გზა ამ კონტრაქტების მისაღებად. ევროკავშირის ფარგლებში. სესხის პირველი 6 მილიარდი ევრო უკვე გადაწყვეტილად დრონების წარმოებაში წავა. აი ეგაა კიევის ამ დღეში. მეც ახლა სულ 3 დღის ამბავი მოგიღებით ალბათ. რასაც კიევმა და მისმა მეგობრებმა მიაღწიეს უკრაინის დასახმარებლად. ოღონდ ამ ქვეყნის მამები, პარტია ძალძის ხალა, ამ პარტია ნეიტრალური საქართველო, რას ფიქრობენ ამდენ ახალ ამბავზე, მე ვერ გეტყვით. არსალიათ. ბორია სასამართლოში კითხულობენ სუსში დაწერილ ჩვენებებს, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერი შეყარონ და გამოკეტონ ციხეში. მეომარმა უკრაინამ მთელს ევროპას გაასწრო სამხედრო მრეწველობითა და ცხადია ბრძოლის უნარიანობით. ჩვენ კი გაგვასწრო ევროკავშირის გზაზე. არა, გაგვასწრო, ალბათ არაა სწორი სიტყვა. უკრაინა ევროკავშირის გზაზე დადგა და საკმაოდ ჩქარა მიდის წინ. ჩვენ კი ამ გზაზე აღარ ვართ. გადაგვჩეხა ბორია რუსმა. ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას გაუხსნა გაწევრიანების მოლაპარაკება. გახსოვთ ალბათ. პროცესი, რომლის ლიდერიც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. გავიდა ერთი თვე და მას უკვე 7 თავი გაუხსნეს. გასაწევრიანებლად აუცილებელი 33-დან. ეს 33 თავი დაყოფილია 6 თემატურ კლასტერად. პირველითაც ყველა იწყებს საფუძველთა საფუძველია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, არჩევნები, ხელისუფლების ცვალებადობა და ასე შემდეგ. აი ამ კლასტერს როცა გიხსნიან, ნიშნავს რომ აღიარებენ რაღაცნაირად ჩვენს საწყის მიღწევებს ამ სფეროებში, მაგრამ ბევრი გაქვს კიდევ გასაკეთებელი. ამ სტადიაზე არიან ახლა უკრაინა და მოლდოვა. დემოკრატიულ ცვლილებებთან ერთად მათთვის უკვე ამოქმედდა ევროკავშირის ახლა საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მრიცხველი. რომელი კანონები და პრაქტიკა უფრო ახლოსაა ბრიუსელისა და წევრი ქვეყნების პრაქტიკასთან მაგალითად. მაგალითად უერთდებიან თუ არა ანტირუსულ სანქციებს, ასრულებენ თუ არა სასანქციო რეჟიმს და სხვა და სხვა. არ მოგატყუებთ, რომ ეხლა არც თქვენ დაიჯერებთ, რომ ეს გზა იქნება უეკლო და მარტივი, ან ერთისთვის, ან მეორისთვის. ან საქართველოსთვის, როცა აი ამ რუსებს გლდანის ციხებში გამოუკეტავ და საქმეს მივხედავთ. 27 წევრი ქვეყნა შეუძლებელია რომ ყველა ერთი თვალით გიყურებდეს და გიფასებდეს ერთნაირად ყველაფერს. უკრაინის მეზობ სახელმწიფოებსაც რა თქმა უნდა ეშინიათ, რომ მისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დიდ კონკურენციას გაუწევს. ამიტომ ამაზე მოლაპარაკებას ახლა გააჭიანურებენ. მაგრამ ეს მოლაპარაკების საკითხი ყველაფერი. ევროკავშირის ისტორიაში იყო და არის გაჭიანურებული პროცესები. ოღონდ არც ერთ ეკონომიკურ პრობლემას არასოდეს არ ქონია გადამწყვეტი სიტყვა. საბოლოოდ ყველაფერს და ყოველთვის აგვარებდნენ პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. ევროკავშირი არ გაფართოებულა 2013 წლიდან, როდესაც ბოლოს ხორვატია მიიღო. პირიქით გაერთიანებულმა სამეფომ დატოვა 10 წლის წინ და ახლა 2 აგურს იტყავს ყველა გამოკითხვით ეს რა ჩავიდინეო. თუ თანხმდებით რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ბიზნესმენები არ არიან უფრო შტერები ვიდრე ვინმე ზარქუან, მახაშვილი ან, რა ვიცი, ნანა კაკაბაძე. მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ უკანასკნელი 10 წლის გამოცდილების შემდეგ უკვე გამოხატული სურვილი და მოთხოვნა საუკეთესო დასტურია. თუ გინდა ევროპაში უნდა იყო. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და